ილიამ ბრძოლა გაყიდა. აი ამას რო კაცი იტყვის, აი რაზე უნდა ელაპარაკო იმას. აი ელემენტარული თუ არ გიტყდებათ აზროვნების უნარი ხომ მაინც უნდა გქონდეთ. როცა გაყიდულია მატჩი, ან ნებდებიან, ან წვევებიან. მით უმეტეს სურათს მაინც შეხედეთ, ისეთი დარტყმები და დაზიანებები მიიღო ილიამ ნებისმიერი დარტყმის მერე რო დაწერილი იყო, კაცშვილი ვერ მიხვდებოდა ვერაფერს. ბიჭმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაიზოგა, რა დღეში აქვს, ახე სურათს მაინც შეხედეთ და უბრალოდ აღარ გააგრძელებინეს ბრძოლა და შეაჩერეს ბრძოლა იმის გამო, რომ სავარაუდოდ თვალის ბუდის ძვლები აქვს ბიჭს ჩამტრეული და ვიღაცები გამოხდებიან იქ 10 ლარი ქონდა ტოტალიზატორში დადებული და წოწონებს რომ უიმე გაყიდა. თუნდაც მაგ ტოტალიზატორზეც 1 და 13 ქონდა კუში, კი ყველა ველოდებოდით და ის ფული არაფრად არ ღირს, რაც ბიჭმა დაზიანებები მიიღო რა. და მერე კიდე მეორე, მაშინ გულშემატკივრობას ნუღა იბრალებ. თუ შეთქმულების თეორია გინდა, ელემენტარული ის გეიჯია თუ ვიღაცა ბიჭო ცხენივით იყო ბოლომდე როგორ არ დაიღალა და რაღაცაზე იჯდა. და არ მოაგებინეს ქართველს. იმიტომ რომ ტრამპის დაბადების დღე თეთრის სახლის წინ და ამერიკელს მოაგებინეს. მაშინ მაგაში უფრო არის სახიაზრი, ვიდრე იმაში რომ რა გაყიდულია. მადლობა, ჩემპიონო, შენ ჩემპიონი იქნები და ისეთი გააკეთეთ, რომ ჯერ არავის არ გაუკეთებია თეთრის სახლის წინ მოიბრძოლა. და ილია აუცილებლად დაბრუნდება კიდე უამრავი წარმატებებით, თქვენ კიდე გასკდით გულზე. და კიდე ბევრ წარმატებას მიაღწევს. მადლობა ჩემპიონო, ჩვენ შენს გვერდით ვართ. I've no